ვისაუბრებთ მაწონზე, ბერძნულ იოგურტზე და ჩვეულებრივ იოგურტზე, მათ შორის განსხვავებებზე, რომელი უფრო სასარგებლოა. ზოგადად მოკლედ ყველა სასარგებლოა. რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან? ადამიანებისთვის არის დიდად უსაფრთხოა, მაგალითისთვის, თუკი ადამიანი იღებს რეგულარულად მაწონს ან იოგურტს, ეს ადამიანები დღის განმავლობაში ნაკლებ კალორიებს იღებენ, ანუ ნაკლებად მეტ ჭამენ და სიმსუქნე ნაკლებად ემუქრებათ. მეორე მნიშვნელოვანი არის, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იღებენ მაწონს ან იოგურტს, მათი ანთება ორგანიზმში უფრო მცირეა დაახლოებით 10%-ით, რადგან ეს არის პრობიოტიკები, რეალურად, რომელსაც რეგულარულად იღებს ადამიანი და ორგანიზმში ქრონიკული ანთება მნიშვნელოვნად უმცირდებათ იმ ადამიანთან შედარებით, ვინც არ იღებენ. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იღებენ მაწონს და იოგურტს, მათი საწმის მომნელებელი სისტემა დაახლოებით 30%-ით უკეთესად მუშაობს, ვიდრე სხვა ადამიანების, დაახლოებით 30%-ით ნაკლებად აქვს შეფერილობა. ახლა რა შეიცავენ ეს საკვები? სამივე საკვები შეიცავს ფერმენტირებულ რძის რძეს, ანუ რძე არის გადამუშავებული ბაქტერიების მიერ. ეგ არის მთავარი განსხვავება და მათ აქვთ განსხვავებული შემადგენლობა, განსხვავებული პროპორციები ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების და განსხვავებული ბიოლოგიური ეფექტი ასევე. ყველა შემთხვევაში წარმოიქმნება პრობიოტიკები. პრობიოტიკები არის ის, რომ რძე თვითონ არის სასმელი, ვიცით და ამ რძის და ბაქტერიების მოქმედებით ერთად მიიღება სასარგებლო ბაქტერიების ძალიან დიდი რაოდენობა, რომელსაც ადამიანი ჭამს, იღებს, მის საწმის მომნელებელი სისტემის მუშაობა უმჯობესდება, იმიტომ რომ ეს ბაქტერიები არის სასარგებლო ბაქტერიები. ეს არის პრობიოტიკები, ან პრობიოტიკები არის სასარგებლო ბაქტერიები, რომელსაც შეიცავს სამივე მათგანი. მაწონი არის ტრადიციული საქართველოსთვის, ეს იცით, კიდევ არის კავკასიის ქვეყნებში, ანუ სულ მთლად ექსკლუზიური არაა ჩვენთვის, მაგრამ თითქმის ასეა და საქართველოსთვის ძალიან ტრადიციულია, არის ასევე აზერბაიჯანში, არის სომხეთში, არის თურქეთში და აქ ძირითადად არის ლაქტობაცილუს კავკასიკუს, ეგ არის მთავარი შტამი მაწვნის და ლაქტობაცილუს ბულგარიკუს, ასევე ესეთი ბაქტერიები არის ესენი და სტაფილოკოკუს თერმოფილუს, ანუ თერმოფილური სტაფილოკოკი. ეგეც ბაქტერია, რითიც მიიღება. მაწონს აქვს ელასტიური სტრუქტურა და მისი ლაქტოზა, ანუ რძის შაქარი, შემცირებულია დაახლოებით 40%-ით, ანუ თითქმის ნახევარიღაა დარჩენილი. შესაბამისად, იმ ადამიანებისთვის, ვისაც უჭირს რძის პროდუქტების მონელება, როგორც წესი, მაწვნის მონელება უადვილდებათ ხოლმე და არ არის რთული. შემადგენლობა დაახლოებით 3-4% აქვს ცილები, არ არის ბევრი ეს, მაგრამ არა უშავთ, სულიც არ არის, ცოტაც არ არის. ცხიმი აქვს დაახლოებით 3-6%. ეს რძეზე დამოკიდებული, თუ რძე არის ცხიმიანი, მაწვნის უფრო ცხიმიანია. თუ ნაკლებად და ანუ გემოსაც დიდად ეგ განაპირობებს ხოლმე, ანუ რაც მეტად ცხიმიანი, მით მეტად სასიამოვნო საჭმელია ხოლმე. და 3-4% აქვს კარბოჰიდრატები, ან ნახშირწყლები, ან ნახშირწყლები არ აქვს ბევრი, რაც ძალიან კაია. მაწონი არის მდიდარი ბუნებრივი ეგზოპოლისაქარიდებით და ეს ეგზოპოლისაქარიდები არის, რაც მაწონს ანიჭებს ამ ესეთი სტრუქტურას, ელასტიურ სტრუქტურას და ეგ მოქმედებს ასევე როგორც პრებიოტიკი, აუმჯობესებს ნაწლავურ ფუნქციას და აუმჯობესებს ასევე ნაწლავურ ფლორას, სასარგებლოსკენ. ამიტომ როგორც პრებიოტიკიც ასე მოქმედებს. აქვს მსუბუქი მჟავიანობა, ან ძალიან მჟავე არ არის, ძალიან მაღალი მჟავიანობა არ აქვს, მაგალითად იოგურტს უფრო მაღალი მჟავიანობა აქვს და ამიტომ როგორც წესი იმ ადამიანებს, ვის საწმის მომნელებელი სისტემაც სენსიტიურია, მოქმედებს დადებითად და ასევე ადამიანებს, ვისაც აქვს საწმის მომნელებელი სისტემა მგრძნობიარე და ფაღარათი ხშირი, მათში ამცირებს ფაღარათის
რაოდენობას, განსაკუთრებით არის ეფექტური, განსაკუთრებით არის სასურველი თუ ადამიანი მას მოიხმარს ყოველ დღე რეგულარულად. მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვს საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. ახლა რაც შეეხება იოგურტში ცოტა განსხვავებული შტამები გვაქვს, მაგალითად ლაქტობაცილუს დელბრუეკი არის მთავარი შტამი და ბულგარიკუსი მოკლედ. ანუ სხვა შტამია. დიდი მნიშვნელობა ამას არ აქვს ხა შტამებს, მაგრამ უბრალოდ ის უნდა ვიცოდეთ, რომ მაწვნის სხვა შტამია და იოგურტის სხვა შტამია და ეს Streptococcus thermophilus-ი აქაც ხდება ხოლმე. იოგურტს უფრო შედარებით რომ მყარი სტრუქტურა აქვს, უფრო მაღალი მჟავიანობა აქვს. თითქმის იგივე ცილები აქვს, 3-5%. დამცირე სხვაობა 3-6% ცხიმი და 4-5% ნახშირწყლები. თითქმის იგივე ლაქტოზა შემცირებულია ამ შემთხვევაში 30%. ანუ ზოგადად ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მაწონი უფრო ადვილი მისაღებია იმ ადამიანისთვის, ან თუ ლაქტოზის აუტანობა გაქვს, მაწონს უფრო ადვილად მიიღებს ვიდრე იოგურტს. ეს არის. ხო, მჟავე გემო აქვს, ამიტომ არის რომ ხშირად უმეტებენ ტკბილს, სიტკბოს, რათა გაანეიტრალოს ხოლმე ეს მჟავე გემო და ასოცირებულია რომ დიაბეტის რისკს ამცირებს დაახლოებით 10-15%-ით. ამიტომ ერთ-ერთი პოპულარული საკვები გახდა მის ჯანმრთელობის ბენეფიტების გამო. ბალკანეთიდან და ევროპაში იყო ტრადიციული იოგურტი და ბალკანური ქვეყნებიდან შევიდა მერე ევროპაში აი ბოლო საუკუნეებში. ეხლა ბერძნული იოგურტზე ვთქვათ, ან ბერძნული იოგურტის მთავარი მახასიათებელია, რომ ცილის მაღალი შემცველობა აქვს, ეგ არის მაგას ყველაზე მთავარი, ანუ იწყება როგორც ჩვეულებრივი იოგურტი და შემდეგ გადის სხვა პროცესებს და ან ცილის მაღალი შემცველობა აქვს, საბოლოოდ ეგაა ყველაზე მთავარი მან. ნახშირწყლები 2-3% ან ცოტა აქვს ძალიან ნახშირწყლები აქვს ცილები 8-10% და ცხიმიც ცოტა აქვს, ანუ დაბალ ცხიმიანია. შეიძლება მაღალი კონდეს თუ ისეთი რძით იქნა დამზადებული, შესაძლებელია, მაგრამ როგორც წესი ხოლმე ბერძნული იოგურტი არის შედარებით დაბალ ცხიმიანი, დაბალი ნახშირწყლებით და ბევრი ცილებით. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, ამიტომ იწვევს ნაყროვანების შეგრძნებას ძლიერად. დანაყრების შეგრძნებას იწვევს ადამიანებში ძლიერად მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში და ყოველდღიური კალორიების რაოდენობას ამცირებს. ანუ ნაკლები რისკი გააქვს რომ გასუხდე, მოკლედ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, თუ რეგულარულად ბერძნულ იოგურტს ჭამ, ნაკლები რისკი გააქვს სიმსუქნის და ჭარბიწონის და წონაში მატების. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია კიდე კუნთებისთვის, რადგან და სასურველია კუნთებისთვის, ადვილად მისაღებია ორგანიზმისთვის, ხარისხიანი ცილა, შესაბამისად ადამიანებს, ვისაც უნდათ რომ მარტივად მიიღონ ცილა, ბერძნული იოგურტი არის საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი. ბერძნული იოგურტი ასოცირებულია ხმელთაშუა ზღვის დიეტასთან, განსაკუთრებით ბერძნული სამზარეულოდან მოდის, ამიტომ ქვია ბერძნული. ეხლა რა აქვს საერთო ყველას, აი ამ იოგურტს, მაწონს, ბერძნული იოგურტს, რას აკეთებენ საერთო, რაც კარგია. პირველი არის რომ ლაქტოზა, ანუ რძის შაქარი არის ფერმენტირებული და ნაკლები აქვს, რაც კარგია ნამდვილად იმ ადამიანებს, ვისაც ლაქტოზის აუტანობა აქვს. მეორე არის რომ ადვილებენ B ვიტამინის ხელმისაწვდომას და შეწოვას და ეს ნერვებისთვის ძალიან კარგია. მესამე, რაც საერთო აქვთ არის რომ ცოცხალი პრობიოტიკებია სამივე და ესეც ძალიან კარგია, საწვრთნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. მეოთხე არის რომ სამივე მოკლე ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების სინთეზს აძლიერებენ ნაწლავებში, რაც ანთებას ამცირებს და იმუნიტეტს აუმჯობესებს, ანუ იმუნიტეტის გამაუმჯობესებელი ფუნქცია აქვს სამივეს. მეხუთე არის რომ აძლიერებენ
აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას და ამცირებენ შებერილობას სამივე. და მეექვსე ბენეფიტი არის, რომ კალციუმის და ფოსფორის შეწობას აძლიერებენ და კალციუმსაც რა თქმა უნდა შეიცავს ნებისმიერი რძის პროდუქტი და ესეც სამივეს დადებითი მახასიათებელია. ეხლა უნიკალური რა არის თითოეული მათგანისთვის? მაწონისთვის არის, რომ ყველაზე ნაზი მოქმედება აქვს მაწონს. ან თუ მგრძნობიარე საჭმლის მონელებელი სისტემა არის მაწონი. და ეს არის იდეალური იმ ადამიანისთვის, ვისაც მგრძნობიარე საჭმლის მონელებელი სისტემა აქვს. იოგურტი არის ყველაზე სტანდარტული ფერმენტაცია და ყველაზე მეტად მტკიცებულებები, რომ ჯანმრთელობის კუთხით ბენეფიტები აქვს იოგურტს, თუმცა მაწონს იმიტომ რომ მაწონს არ აქვს ბენეფიტები და შეიძლება არ ქონდეს საკმარისი, არამედ უფრო იმიტომ რომ მაწონი ნაკლებად შესწავლილია, იმიტომ რომ ლოკალური პროდუქტია უფრო. აი ეგ არის დიდი განსხვავება, თორე ისე იოგურტი და მაწონი ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან ბენეფიტებითაც და ბერძნული იოგურტი, ჯობია ორივეს იმ მხრივ, რომ ცილების მაღალი შემცველობა აქვს და ადამიანებს, ვისაც უნდა რომ კუნთები შეინარჩუნოს და ნაკროვანებაც დიდი ხნის განმავლობაში, ასეთი ადამიანებისთვის ბერძნული იოგურტია საუკეთესო. მადასაც ამცირებს სამივე რაღაც დონეზე, რადგან ასტიმულირებენ ნაწლავებში პეპტიდი გამას ან პეპტიდ Y ესე ქვია ინგლისურად 2Y ან GLP-1 და GLP-1 ესეთი ინკრეტინებია, მოკლედ ნაწლავის ჰორმონებია, რომელთა გამომუშავებასაც აძლიერებენ და შედეგად მათ მცირდება. ამას აკეთებს სამივე და ეს ფერმენტაციის პეპტიდები კიდე მცირედით სისხლის წნევასაც წევენ ქვევით. ანუ კიდე ერთი ბენეფიტი არის, რომ სისხლის წნევას ამცირებენ. დღის განმავლობაში 100-150 გრამი რომ მიიღოს ადამიანმა, როგორც წესი არის საკმარისი. კუნთებისთვის ბერძნული იოგურტი 150-200 გრამი რომ მიიღოს დღეში ადამიანმა დილით ან ვარჯიშის შემდეგ მიიჩნევა რომ არის საუკეთესო და თუ ადამიანი მგრძნობიარეა ძალიან რძის პროდუქტების მიმართ, მაშინ 100 გრამი საკვებთან ერთად მაწონი ყველაზე საუკეთესოა ასეთ შემთხვევაში. ასევე ეს სამივე კარგია როგორც სნექი, როგორც წახემსება, როგორც ხემსი, როცა ადამიანს უჭირს, ანუ ერთხელ ჭამა მეორე ჭამამდე შორია და უნდა რომ რაღაცა ჭამოს და იმის ნაცვლად რომ მაგალითად რაღაცა ტკბილეული მიიღო, ამ დროს რომ თუ მიიღებ შეჭამ მაწონს ან იოგურტს ან ბერძნულ იოგურტს, ძალიან კარგი ხემსია. იმისთვის რომ თუ გინდა რომ შენი ნაწლავების ფლორა შეიცვალოს დადებითისკენ, ამისთვის საჭიროა რამდენიმე კვირა ყოველდღე მიიღება რომელიმე მათგანის, სამივე და რომელიმე მათგანის 2-3 კვირა მაინც, ანუ ეს ერთ დღეში და ორ დღეში არ იცვლება. და კარგია იმითი, რომ სამივე მათგანი არის რაღაც დონეზე უკვე მონელებული, ან ბაქტერიების მიერ უკვე მონელებულია ესენი და ადამიანს შემდეგ მათი მონელება უადვილდება. ამიტომ არის რომ ავადმყოფი, ვინც ცუდად არის, ვის ორგანიზმსაც შედარებით უჭირს და დიდი სტრესი არ გინდა რომ მის ორგანიზმს, ხო? ამ დროს ერთ-ერთი საუკეთესო არის იოგურტი, ან ბერძნული იოგურტი, ან მაწონი რომელიმე. ხო, რა პროცესია თვითონ ეს? პირველ რიგში რძეს აცხელებენ იმისთვის რომ მოკლან არასასურველი ბაქტერიები, იმისთვის რომ გაიწმინდოს რძე. შემდეგ აციებენ ფერმენტაციის ტემპერატურამდე, უნდა გააციო და შემდეგ უნდა ამ რძეში უნდა დაამატო კულტურა, საწყისი კულტურა. საწყისი კულტურა რა არის? ბაქტერიებია სინამდვილეში და ეს ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას და რძეს ასქელებენ. აი ესა ფერმენტაციის პროცესი. ლაქტოზა გადაყავთ ლაქტის მჟავაში და სქელდება რძე. ეგ არის აზრი და მაგალითად მაწონს სჭირდება უფრო დაბალი ტემპერატურა და მეტი პოლისაქარიდები სინთეზირდება. იოგურტი არის ყველაზე სტანდარტული ფორმა და უფრო შედარებით რომ
მკვრივი და ჟელესებური ხდება და ბერძნული იოგურტი არის უფრო კონცენტრირებული და შედარებით ამიტომ უფრო მეტი ცილები აქვს. ეგ არის განსხვავება მაგათ შორის. მაწვნის ყველაზე მთავარი მახასიათებელი რეალურად ეს კავკასიური ბაქტერიული შტამებია, რომელიც აქვს. ეგ არის მნიშვნელოვანი. ბერძნული იოგურტისთვის რაც უნდა დავიმახსოვროთ ის არის, რომ სამჯერ მეტ ცილებს შეიცავს, ამიტომ ვისაც კუნთები უნდა, ვისაც ვინც ვარჯიშობს და ვინც ზრუნავს იმაზე, რომ ცილების რაოდენობა მიიღოს, მაშინ საუკეთესო მისთვის არის ბერძნული იოგურტი, ასევე ნაყროვანებისთვის ბერძნული იოგურტია. იმისთვის, რომ საწმისმომნელებელი სისტემა გაუმჯობესდეს, მაწონი ერთ-ერთი საუკეთესოა ეს ეგზოპოლისაქარიდების გამო. ანუ პრებიოტიკებს პლუს პრობიოტიკებია ორივე ერთად შესაბამისად საუკეთესოა. გლუკოზის კონტროლისთვის, ვისაც პრედიაბეტი აქვს და დიაბეტი აქვს, ასეთი ადამიანებისთვის ბერძნული იოგურტია ყველაზე საუკეთესო და უფრო ეფექტური და ხო და იოგურტი, ჩვეულებრივი იოგურტი არის კლასიკა, მოკლედ, თუ კი მაგალითად არ იცი რა შეჭამო, ჩვეულებრივი იოგურტი შეგიძლია შეჭამო, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეხლა რაც საქართველოში ჩვენთან რა იოგურტებიც იყიდება, დამატებული აქვს შაქრები. თითქმის ყველას და თუ მაგას შევადარებთ, მაშინ მაწონი უფრო სასარგებლო გამოდის, შესაბამისად შესაძლებელია მაწვნის ჭამა და სასურველიც. მაწონი და იოგურტი ორივე დიაბეტის რისკს ამცირებს, თუ რეგულარულად იღებს ადამიანი 10-15%-ით, კალციუმს აუმჯობესებს. ზოგადად მიიჩნევა, რომ მაწონში შემავალი ბაქტერიების შტამები უფრო გამძლეა, ზოგადად უფრო გამძლეა და უნიკალურია კავკასიისთვის, ამიტომ მაწონი რეალურად ძალიან საინტერესოა. მაწონი დაახლოებით 30% აუმჯობესებს ადამიანების საწმისმომნელებელი ფუნქციას და ამცირებს შებერლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ამცირებს ნაწლავში ანთებას და ერთ-ერთი საუკეთესო ბალანსია, მოკლედ რა, ანუ და მაწვნის რეგულარული მიღება რეალურად ტრადიციულად დაკავშირებულია ხოლმე ხანგრძლივ სიცოცხლესთან, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც შეკრულობა აქვს, აუმჯობესებს განავლის ფორმირებას, კონსისტენციას და შეკრულობის მოხსნას. ეხლა რა უარყოფითი აქვს მაწონს, რა არის მისი უარყოფითი? ერთი ის არის, რომ ცოტა ცილა შეიცავს და ბერძნული იოგურტთან შედარებით ეს ბევრად ნაკლები ცილაა და კუნთებისთვის ნაკლებ სასურველია, თუმცა ცუდი არ არის. ასევე შედარებით ნაზი პრობიოტიკია იოგურტთან შედარებით და ვისაც პრობიოტიკების ეფექტი უნდა უფრო, იმისთვის იოგურტი უფრო უკეთესია. ასევე არ არის იდეალური ნაყროვანებისთვის, თუ იმისთვის როგორც სნექი, თუ უნდა ადამიანს რომ ნაყროვანების გრძნობა კონდეს და შეუნარჩუნდეს დიდი ხნის განმავლობაში, მაშინ არ არის იდეალური, თუმცა არ არის ასევე ცუდი. და ხელმისაწვდომობა, რა თქმა უნდა, საქართველოში კარგია პირიქით, მაგრამ უცხოეთში არ იყიდება აქტიურად, რა თქმა უნდა, და ასევე არის ნაკლები მჟავიანობა, რო აქ ადვილად ფუჭდება და უფრო იოგურტი ამიტომ უფრო დიდხანს ინახება ხოლმე და ეს მინუსი აქვს კიდე, რაც ერთ-ერთი ის მინუსია, რამაც ხელი შეუშალა რეალურად გავრცელებაში, ეგ მნიშვნელოვანია და ნუ ტერიტორიულადაც რა თქმა უნდა და მეტაბოლური გაუმჯობესება და მეტაბოლური უპირატესობები ბერძნულ იოგურტს უფრო მეტი აქვს. ახლა ჩვეულებრივ იოგურტს რა განსაკუთრებული ბენეფიტები აქვს? როგორც პრობიოტიკი ყველაზე კარგია, მოკლედ, ну, თუ უშაქრო იქნება, მაგრამ ხო იცით, რომ საქართველოში ძნელია უშაქროების პონა, ძნელი არ არის, შესაძლებელია, მაგრამ უფრო რაც იყიდება, მოკლედ შაქრიანებია. დიაბეტის რისკს რო ამცირებს, ეგ მნიშვნელოვანია. ასევე საწმისმომნელებას ამცირებს, ასევე ნაწლავების კარგ ფლორას ამრავლებს და ცუდ ფლორას ამცირებს და ეგ კარგია. ასევე ეხმარება ადამიანს, რომ ჯანსაღი წონა შეინარჩუნონ, ეგეც შესწავლილია და ამ ხრივაც კარგია და იმუნურ სისტემას აუმჯობესებს განსაკუთრებით სტაფილოკოკოს თერმოფილუსი, რომელსაც შეიცავს იოგურტი თითქმის ყოველთვის და მაწონი ხშირად.
ან მაწონსაც აქვს ეს ბენეფიტი, რომ იმუნურ სისტემას აუმჯობესებს, მაგრამ იოგურტს უფრო მეტად აქვს, რადგან აი ეს სტაფილოკოკუს თერმოფილუსი არის ყველაზე კარგად შესწავლილი მაწვნის და იოგურტის შტამებს შორის, რომელიც იმუნიტეტს აუმჯობესებს. შესაძლებელია თითქმის ყველგან ყოველთვის შოვნა და B ვიტამინის შეღწევადობას აუმჯობესებს და კალციუმს ასევე კალციუმი თამარაგებს ორგანიზმს, ეს მაწონზე შეიძლება ითქვას, ორივე შემთხვევაში იგივეა და როგორც წესი არის სტაბილური, შეიძლება მისი დიდი ხნის განმავლობაში მიიღება და პრობლემა არა თუ იოგურტს მიიღებ დიდი ხნის განმავლობაში. ეხლა რა აქვს უარყოფითი? უარყოფითი ის აქვს, რომ ესეც ცოტა ცილებს შეიცავს, როგორც მაწონი და ბერძნული იოგურტივით კარგი არ არის. დამატებული შაქრები აქვს, რაც პრობლემა და არასასურველია ძალიან. და იმ ადამიანებისთვის, ვისაც კუჭის მჟავიანობა აქვს ხოლმე მაღალი ან ადვილად უღიზიანდებათ კუჭი, ზოგჯერ ვერ იტანენ იოგურტს, თუმცა იოგურტიც და მაწონიც ერთ-ერთი ყველაზე ადვილად ასატანი საკვებია ზოგადად. აქ საუბარი იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან გრძნობიარე საკისრონებელი სისტემა აქვს და ასევე ბენეფიტები ძალიან დამოკიდებულია ხარისხზე და სისუფთავეზე იოგურტის, რაც მით უმეტეს მარკეტებში ზოგჯერ არის, რომ გამასქელებლებს უკეთებენ, მარკეტებში არა, მწარმოებლები თვითონ გამასქელებლებს უკეთებენ, დანამატებს უკეთებენ, რომელიც თავის სასარგებლო თვისებებს აკარგვინებს, რაც არ არის სასურველი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ზედმეტი დანამატები არ არის სასურველი თუ ის კარგად შესწავლილი არ არის. რაც შეეხება იოგურტს, ბერძნული იოგურტი ერთ-ერთი საუკეთესოა, კუნთებისთვის ძალიან კარგია, ნაყროვანების შეგრძნებისთვის კარგია, გლუკოზის კონტროლისთვის კარგია, წონის კონტროლისთვის კარგია, მეტაბოლური მარკერებისთვის კარგია, ინსულინის გრძნობელობის გაუმჯობესებისთვის კარგია, ძვლებისთვის კარგია და მნიშვნელოვანია, შეიცავს კაზეინს, კალციუმს, რაც ძვლებისთვის არის აუცილებელი. ეხმარება ორგანიზმს, რომ აი კუნთოვანი მასა დარჩეს და ასევე ცილასთან დაკავშირებული თერმოგენეზი ძლიერდება დროთა განმავლობაში, რაც ასევე კარგია და ადამიანს მნიშვნელოვნად უმცირდება დიაბეტის რისკი და ასევე ნაყროვანების გრძნობა ხანგრძლივი დროით. ასევე როგორც პრებიოტიკი და პრობიოტიკი მისი მოქმედებაც არის ეფექტური ძალიან. ანუ თუ შევაფასებთ, ბერძნული იოგურტი მოკლედ პირველ ადგილზეა რა, ეფექტურობით და ბენეფიტებით პირველ ადგილზეა. მეორე მესამეს იყოფენ მაწონი და იოგურტი. თუ ვინმე იცი მაგალითად ვინც სასარგებლო და ის მართლა კარგად ამზადებს მაწონს და ნამდვილი რძით, რა თქმა უნდა, ჩვენ რეალობაში მაწონს მივანიჭებდი უპირატესობას, ვიდრე შაქრებით დატენილ იოგურტს ამ შემთხვევაში. ეხლა ბერძნული იოგურტს რა აქვს პრობლემები? ერთი ის, რომ შეიძლება ცოტა სიმძიმის შეგრძნება იგრძნოს ადამიანმა, ეგ შედარებით და თუ ცხიმებითაა გაჯერებული, თუმცა ცხიმებით სხვებით შეიძლება გაჯერებული იყოს. ზოგი კომერციული ბრენდი ამატებს გამასქელებლებს და ნუ ეგ არ არის კარგი, რა თქმა უნდა, და სხვა შემავსებლები თუ არის დამატებული, ეგეც არ არის სასურველი. ეგ არის ძირითადი მისი უარყოფითი მხარეები, რომ უბრალოდ წარმოებლები სისუფთავეს და ხარისხს არ იცავენ ხოლმე, ეგ არის, თორე ისე, ხო, თუ დაცულია და ხო, ნუ ის თუ ახლა თირკმლების ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს ადამიანს, თირკმლებისთვის ნებისმიერი ცილა არის სტრესი. ამიტომ დიდი რაოდენობით მიიღება მაგ დროს არაა სასურველი. თუმცა როგორც წესი ადამიანების უმეტესობისთვის ბერძნული იოგურტი პრობლემას არ წარმოადგენს პოპულაციის 99%-ისთვის და უსაფრთხოა. ისევე როგორც მაწონიც და იოგურტიც. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა მათზე, მათი მიღება ჯამში ძალიან საუკეთესოა და მაღალი ქულით შევაფასებდი. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.